ვცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენენ ბრალდებას? თავს დამნაშავედ არ ვცნობ. გასაგებია. ბატონო რუსლან. ეს გური მირცხულავა, ახალგაზრდა ისტორიკოსი და ერთ-ერთი პოლიტპატიმარი, რომელსაც ოლიგარქის რეჟიმმა აქციაზე დგომა არ აპატია. მესამე თვეა ციხეშია. ედავებიან ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ადამიანებთან ერთად, ვისაც დაკავებამდე არასდროს შეხვედრია. ემუქრება ციხეში 6 წლის გატარება, მაგრამ სამხილების გარეშე და მხოლოდ პროკურატურის ვერსიის და ზეპირი განცხადებების საფუძველზე. დღეს მე გური მირცხულავა განურჩევლად იმისა, რა განაჩენი დადგება დღეს, რა იქნება საბოლოო განაჩენი. აქ ვდგავარ ამაყად და ბატონო მოსამართლეო, უბრალოდ ამის საპირწონედ შეუძლია პროკურორს გაიმეოროს იგივე. მე პროკურორი ვაჟა თოდუა, ამაყი ვარ, რასაც ჩავდივარ დღეს. პატიმრობაში ყოფნის პირველივე დღეებში გურიმ მამა დაკარგა. იმ დილით გურის დაურეკი ამისთვის ციხიდან დაუსაუბრია. ძალიან კარგად ვესაუბრე და თითქოს რაც გრძნობდა. მამას, რომელიც პირველი ჯგუფის ინვალიდი იყო, გური უვლიდა. დედა გვიყვება, რომ როდესაც დილით თავად სამსახურში მიდიოდა მამასთან, რომელსაც გადაადგილებაც კი უჭირდა, დღის განმავლობაში გური რჩებოდა, საღამოს კი აქციაზე ქვეყნის გარუსების წინააღმდეგ იდგა. იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი და მოვლას საჭიროებდა. აი დღე როცა მე სამსახურში გავდიოდი, გური უვლიდა მას. გური იყო მის გვერდით. გურის დაკავების შემდეგ ილია მირცხულავას მდგომარეობა დამძიმდა. კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გურიმ გაიგო ციხეში. რომ დამირეკა 2 დღე ვერ დაუკავშირდი. და ნუ ადვოკატმა მიუწოდებია ინფორმაცია და რომ დამირეკა უკვე ყველაფერი გასაგები იყო. გური ვერ დაესწრო მამის პანაშვიდზე ვერ მივიდა და ასევე ვერც დაკრძალვას ვერ დაემშვიდობა. ვერა, ნუ მიცვალებულს ვერ დაემშვიდობა. ოლიგარქის პოლიციის სამიზნე ახალგაზრდა ისტორიკოსი 4 დეკემბერს გახდა, როდესაც საღამოს სახლიდან გამოვიდა და აქციაზე წასვლას აპირებდა. სამართალდამცველებს მის სახლთან ჩასაფრება ჰქონდათ მოწყობილი და რამდენიმე წუთში ისტორიკოსი ჯერ პოლიციის ავტომობილში, მალევე კი გულუას ქუჩაზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის შენობაში აღმოჩნდა. მანქანებით ელოდებოდნენ და რა თქმა უნდა წარუდგინეს ბრალი, ეგრევე ჩაჯდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და წავა. რეჟიმის მსხვერპლმა კრიმინალური პოლიციის შენობაში გაიგო, რომ მას ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ და 6 წლით ციხე ემუქრებოდა. ბრალდება იმდენად აბსურდული იყო, რომ გური მირცხულავა ადვოკატს ეკითხებოდა, ვინ იყვნენ ჯგუფში მასთან ერთად. ხალხი, ვისთან ერთადაც რეჟიმმა ის მოძალადედ გამოაცხადა, სასამართლო პროცესებზე გაიცნო. ბატონო ვაჟა, მითხარით, ანუ ეს ადამიანები იყო ჯგუფი, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფი? ორგანიზებული? ამ პირებმა, ანუ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებმა, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილას, ერთი და იგივე მიმართულებით ან ძალადობრივი სხვა კითხვას გისვამთ, ახლა მესმის რომ პროკურორი ხარ ძალიან გამოცდილი. მაგრამ სხვა კითხვას გისვამთ, ეს ჯგუფი წინასწარი შეთანხმებით არბევდა ძალადობრივი მოქმედების განხორციელება დაიწყეს ერთობლივად. წინასწარი შეთანხმებით? არ იყო აქ აუცილებელი უკვე წინასწარი შეთანხმება. ისინი შეკავშირდნენ დანაშაულის ჩადენის დიახ, დანაშაულის ჩადენის პერიოდში. ბატონო ვაჟა, თქვენ ახსენეთ სიტყვა შეკავშირება. დიახ, შეკავშირდნენ. რა, ანუ როგორ შეკავშირდნენ ეს? აი ამ ქმედებების ჯამით, როგორც უკვე გითხარით რა. აქციაზე გაიცნეს ერთმანეთი? მე გითხარით თუ დადგინეთ ნაცნობობა არ არის მეთქი აუცილებელი და გავიგე შეკავშირება რას ნიშნავს? შეკავშირება ის ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ბრალდებული ახორციელა დანაშაულები ქმედება, სხვა ბრალდებული ამ ყველაფერს უყურებდა, მანაც განახორციელა იგივე დანაშაულები ქმედება. ეს გური მირცხულავას საქმის პროკურორი ვაჟა თოდუა, 41 წლის მბრალდებელი, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სახელი, როგორც ოლიგარქის რეჟიმის მსახურმა უკვე გაითქვა. სანქცირებულია ბალტიის სახელმწიფოების მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმეებით ხალხის ციხეში გაშვების გამო. რამდენი წელია რაც პროკურორი ხართ?
2007 წლიდან. წარმოიდგენდით ოდესმე რომ სანქციების ქვეშ აღმოჩნდებოდით? ეს გადაწყვეტილება არ უნდა ყოფილიყო მიღებული, ვინაიდან უსამართლო და უსაფუძვლოა. ვაჟა თოდუა ახლა მძიმე მდგომარეობაშია, რადგან პროკურორმა იცის, რომ ამ საქმის გამო შესაძლოა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში შესვლა უვადო დაეკრძალოს და თან სასამართლოში უწევს იმის მტკიცება, რისიც სავარაუდოდ არც თვითონ არ სჯერა. მაგალითად, გური მირცხულავას გასამართლებას პროკურორი თოდუა მხოლოდ ამ ერთი 13 წამიანი ვიდეოს საფუძველზე ითხოვს. ეს კადრები არის ბატონო ვაჟა, ეს კადრები. ანუ თქვენ საქმეში როგორ არის? ეს არის ამის გამოუშვებ 9 წლით ციხეში. არა, მართლა მაინტერესებს ახლა. ეს კადრები არის 13 წამი. არა, მართლა მაინტერესებს. ვიდეო 3 ეპიზოდიანია. პირველ კადრში ქვაფენილი და ქვაჩანს. მეორე კადრში გური მირცხულავა ჩნდება, რომელიც დროშით აქციაზე დგას. მესამე ეპიზოდში კი დაკავებული ისტორიკოსი გაურკვეველ ნივთს, გაურკვეველი მიმართულებით ისვრის, თუმცა ვის ხვდება საგანი ან დაშავდა თუ არა ვინმე ვიდეო მასალით დაუდგენელი რჩება. ახლა პროკურორს ვეკითხებით, რას ადასტურებს ეს 3 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კადრი. ექსპერტი ამბობს, რომ ეს პირი, ვინც ახორციელებს ამ ქმედებას, გახლავთ გურა მირცხულავა. გურა მირცხულავა. რა უჭირავს ხელში რა დაწერა ექსპერტმა? არაერთი მტკიცებული. რატო გიჭირთ თქვა რა უჭირავს? რაც ჩანს, კადრში, ბატონო ვაჟა, ხედავ და შეგიძლიათ მითხრათ. შეიძლება არასდროს ესეთ კადრი გაქვთ, მე რა ვიცი. და ეს არა, თქვენს მიერ საქმეში ჩადებული კადრი. საქმეში რაც კადრი რაც არის მოთავსებული, იქ ჩანს, რომ გარკვეულ მძიმე საგანს. თქვენ ვერ დაინახეთ ეს მძიმე საგანი. როგორ ვერ დაინახეთ? ბრალდების დადგენილება გამოვიტანეთ. რა არის ეს მძიმე? ხო და რავი, ერთად უნახეთ ეს კადრები და გითხარით, რომ არის მძიმე საგანი და ისვის პოლიციელების მისამართით. ანუ მეტალის საგანია თუ რა არის? ხის თუ რა? რაც ჩანს კადრებში ის საგანია. ჩანს ქვა, ეხა წინა ვიდეო. ქვა ეჭირა? წინა ვიდეოში. ქვა ეჭირა ხელში? თქვენ ხომ ანახებთ კადრებს? ანუ ეს თქვენი ჩადებული ხო და გეუბნებით, იქ ჩანს ქვა. ამბობს რომ დამონტაჟებულია, ჩანს. ჩანს ქვა. შემდეგ ჩანს გურა მირცხულავა. ისვის მძიმე საგანს პოლიციელების მიმართულებით. სად ჩანს რომ ის პოლიციელს აზიანებს, ბატონო ვაჟა, აბა მაჩვენეთ. ეს არის ერთადერთი მტკიცებულება მირცხულავას ნაწილში. სად ჩანს მტკიცებულება? მირცხულავას ნაწილში ეს არის ერთადერთი. არ არის, აბა რა არის? თქვენი შეფასება, ისევ თავდამან დავიწყო. რა არის? არა, კი უნდა დავიწყო. რატო დავიწყო თავი? იმიტომ რომ მითხრა რა ჩანს ამ კადრებში? ჩანს რომ პოლიციელების მიმართულებით ჩანს პოლიციელი. პროკურორის პასუხებიც და ეს ვიდეო მტკიცებულებაც ადასტურებს, რომ სინდისის პატიმრები ციხეში რეჟიმმა ისე გამოკეტა, რომ საქმე ფორმალურადაც კი არ გამოიძიეს და მტკიცებულებები არ დაამაგრეს. 13 წამიანი ვიდეო კი, რომელიც ქვის კადრით იწყება, ისტორიკოსის საქმეში სავარაუდოდ საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განზრახ ჩადეს. რეჟიმს უნდოდა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დაკავებულები თითქოს პოლიციელებს ქვებით უპირისპირდებოდნენ. არა და ადვოკატი პირდაპირ ამბობს, რომ ვიდეო მასალა დამონტაჟებულია და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მირცხულავა საქმეში წარმოდგენილი ვიდეო მასალა არის რეალურად რამდენიმე ეტაპად შედგენილი, დაკავშირებული ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვიდეოებით აწყობილი, ესე ვთქვათ, კოლაჟი. ეს დაადასტურა არა მარტო ჩვენმა კვლევებმა და დაადასტურებს მომავალშიც, არამედ დაადასტურა ბრალდების მხარემ. ვიდეო მასალა ბრალდების მხარემ გამოითხოვა თავიდან და დაამაგრა საქმეს ხელთავიდან. ზუსტად იგივე ვიდეო მასალა, მაგრამ ვიდეოს პირველ მონაკვეთში ნაჩვენები ქვის გამოკლებით. მათ ფაქტობრივად აღიარეს, რომ წარმოდგენილი ვიდეო მასალა იყო კოლაჟი და ამ კოლაჟში იყო ისეთი მონაკვეთი შეტანილი, რომელსაც არანაირი კავშირი გურა მირცხულავასთან არ ჰქონდა. ქვა ჩაუდეს გურა მირცხულავას თავამაჩებულია დღეს მდგომარეობით, თქვათ, რომ ქვის ჩადებას ცდილობდნენ. სამთვიანი გამოძიების შემდეგ უწყებას არ დაუდგენია არც იმ სამართალდამცველის ან მოქალაქის ვინაობა, ვინც გური მირცხულავას ქმედების შედეგად დაშავდა ან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. გური მირცხულავას მიერ გური დაშავებული პოლიციელი ვინ არის და რა დაზიანება მიიღო? გურა მირცხულავა გახლავთ ბრალდებული და იგი გახლავთ ჯგუფის მონაწილე და ჯგუფის ერთ-ერთი მონაწილე. დადგენილი ყავთ თუ არა პოლიციელი, რომელიც კონკრეტულად გური მირცხულავას მიერ ნასროლი სავარაუდო მძიმე საგნით დაშავდა ან მიიღო დაზიანება. ძალიან მარტივია. მეც მარტივად გპასუხობთ, რომ გურა მირცხულავა გახლავთ
ერთ-ერთი მონაწილე. ანუ კონკრეტულად მის მიერ დაშავებული ადამიანი არ სხვა მონაწილე არ არსებობს გური მირცხულავას და სხვა დაკავებულებს შორის კავშირი. ანუ სამთვიანი გამოძიების შემდეგ გაბიტაშვილის უწყებას არ აქვს სამხილი, რომ მირცხულავა 11 დაკავებულიდან რომელიმეს იცნობდა და მათთან შეთანხმებით მოქმედებდა. ამ ადამიანების კომუნიკაცია, ნაცნობობა, სატელეფონო კავშირი, რაიმე მსგავსი მტკიცებულება საქმეში გააქვთ? აი ამ თვეების განმავლობაში მოიპოვეთ საქმეში რაც არის წარმოუდგენელი, თქვენ ეს უკვე იცით, ეს არის ვიდეო კადრები. ვიდეო კადრებს არ გეკითხებით. ეს ადამიანები ერთმანეთს იცნობდნენ? ისევ თავიდან დავიწყეთ. არ დავიწყეთ, უბრალოდ გეკითხებით, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს? არ არის მათი ნაცნობობა აუცილებელი მოცემულ შემთხვევაში. სინდისის პატიმრების საქმეში ახლა პროკურატურა ჩიხშია მოქცეული. თვეებია ცდილობენ, მაგრამ დაკავებულებს ვერც წინასწარ განზრახვას და ვერც ორგანიზებული ჯგუფის წევრობას უმტკიცებენ. არადა ოლიგარქის პროკურატურა გური მირცხულავასთან ერთად ორგანიზებული ჯგუფის წევრებად მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ უნისე ცხადაძეს, სტუდენტს რეზო კიკნაძეს და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 8 პირს აცხადებდა. თუმცა ეს ვერ დაამტკიცეს და ახლა პოზიცია შეცვალეს. მოდებაში მონაწილეობდა არაერთი პირი. ამათზე გეკითხებით, ბატონო, მათ შორის ეს 9 წლით უშვებთ ციხეში. მაგაც გფასობთ მე, მათ შორის არიან 11 ერთდროულად გაგიჟდა და დაიწყო დარბევა. ერთდროულად არა, ეს თარიღი არის როგორც გითხარით 29 ნოემბერი კვალიფიკაციისათვის. მე გეუბნებით რომ დანაშაულის კვალიფიკაციისათვის ამას არსებით რა ინფორმაცია გაქვთ თუ მოიპოვეთ? ზოგიერთი ბრალდებული ერთმანეთს იცნობს თუმცა. რომელი? აი მაგალითად უკვე უცხოას მოქალაქეები ერთმანეთს იცნობდნენ რა იცით? რა საიდან იცნობდნენ? თუ იცით, მაშინ მომიყევით. თავად აფიქსირებენ ამ ყველაფერს. სად დააფიქსირეს? სად დააფიქსირეს ბატონო ვაჟი? ეს კადრები შაბათის ეთერმა საქალაქო სასამართლოში 4 მარტს გადაიღო, როდესაც მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროცესი დახურა და დაკავებულების ოჯახის წევრებს დარბაზი მხოლოდ იმის გამო დაატოვებინა, რომ გური მირცხულავას სიტყვას სხდომათა დარბაზში ოვაციები მოჰყვა. ხო, გაიმეორა. ერთი წუთით რა. წესრიგის დაცვის მიზნით სასამართლო 192 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ნაწილობრივ ხურავს სხდომის მიმდინარეობასაც სხდომას. ბრალდებულების ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დარბაზიდან ჯერ დერეფანში, შემდეგ კი ეზოში გადაინაცვლეს. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ამ დროს აქციის მონაწილეების თვალთვალს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული გომელაურის პოლიცია ახორციელებდა. ფოტო გადაიღეთ და გაუგზა ჩატში ჩააგდეთ უკვე. თუ ცოტა ხანში სელფი გადაიღო? ანუ პოლიციელები აქ დემონსტრირებთ სელფების გადასაღებად? ბატონო პოლიციელო, თქვენ სელფი გადაიღეთ? აი, ვინ გითხავს რა გადავიღო? არა, ფოტოს უღებდით, ვიდეოს უღებდით აქციის მონაწილეებს, რომლებიც მღეროდნენ და მაინტერესებს ჩატში ჩააგდეთ თუ პირად არქივში შეინახეთ? არ არის თქვენი საქმე, მე რას გადავიღე? რასაკეთებთ, შეგიძლიათ მითხრა? არ არის თქვენი საქმე, მე რას გადავიღე? თქვენი საქმე არ არის, რას პოლიციელი ხო ხართ? ვინ გითხავს მე რას გადავიღე? რას ქვია, ვინ მკითხავს? პოლიციელი ხართ, საჯარო მოხელე ხართ და მაინტერესებს რა ლაპარაკია ეს საერთოდ უკაცრავად, რომელ სამმართველოს წარმოადგენთ? სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები სინდისის პატიმრების მხარდამჭერებს ფოტოებს და ვიდეოებს უღებდნენ. კითხვაზე, ვის უგზავნიდნენ კადრებს, პოლიციის თანამშრომლები ვერ პასუხობდნენ. გაგანებოთ ჩავმითხარით თქვენი სახელი და თქვენ უკვე ცრუმოწმე ხართ თუ გამზადებენ ცრუმოწმეობისთვის? შეგიძლიათ შენობით ნუ მესაუბრებით ეს უზრდელობაა ბატონო პოლიციელო. აპნა გადავიღოთ სელფების მოყვარული პოლიციელი, რომელიც ვერ ამბობს რომელ სამმართველოს წარმოადგენს. უზრდელი თქვენ ხართ. სინდისის პატიმრები ახლა განაჩენის მოლოდინში არიან, მაგრამ დასავლეთისგან სანქცირების განაჩენს ელოდება ვაჟა თოდუაც, პროკურორი, რომელიც საქმის სავარაუდო ფალსიფიცირების გამო შავ სიაში უკვე აღმოჩნდა.